ესე იგი, გვაქვს ეკონომით გზავრობა და ბუსლინეზე რო დადის კიდე ისეთი. ბასლაინზე. ბასლაინზე რო დადის ეგეთი. ეკონომი და კიდე რა არის? პრემიუმი. ვიცი, ბიჭო. და რომ ლაპარაკობ, ნუ მეჩრები. შეგახსენეთ. კიდე. ფუ, ამრია რა, დილიდან ამრია. ესე იგი, ეკონომი ბასლაინზე რო დადის, კომფორტი, პრემიუმი, ის მინივენები, ორმაგი და იმას რა ქვია? შენ გეუბნები, ბიჭო. პასუხობდი და მეჩხუბე და. შენ ალაოთ ხო არა ხარ, ჰა? როცა გეკითხები, მაშინ უნდა მიპასუხო. როცა არ გეკითხები, მაშინ კი არა. კომპაქტუელი ბატონო მახო. ვიცი. და ნუ მეჩრები შენ ლაპარაკში ადამიანს ხო ხედავ რომ ველაპარაკები. საშემოდგომოს ხო არ გაყოლებ რომ ეგრე სწრაფად პასუხობ. ისე იგი მაგაზე არ ფიქრობდი მე. აბა? რა გჭირ თქვენ არ მაცდით ფიქრს აკაცო ვინახართ, ჰა? ენის მოქნევის საერთაშორისო დღე გაქვთ? რამე სიახლე გვინდა? აი მაგალითად ისეთი, აი დასალევად წახვედი და დალევა რო გიწევს რა, აი ეგეთი რაღაცა გვინდა. ეგეთი მომსახურება გვაქვს. ფხიზელი მძღოლის გამოძახება. აი ხა მომისმინეთ. გენიალური იდეა უნდა ვთქვა. მიდიხარ სუფრაზე, გიწევს დალევა. იძახებ კაცს, ის კაცი მოდის და შესმაგირად სვამს. როგორია? ეს ხო მანქანით მომსახურების კომპანია. ხო. თუ არ სვავ სუფრაზე რა გაგინდა? ან მაგას ისარჯობია? სოლი მოვიდეს ფხიზელი და შენდალიო? შეძლო, მაინც შეძლო, მაინც. მაინც მომიშალა ნერვები დილიდანა. ხო და მოიფიქრეთ ახალი რამე თქვენა. ალო. ხო. რა სამბო? კი. ხო, გამოვალ, აწუში გამოვალ. კაი? წავედი მეჩქარება მე. სადა ხარ, გოგო, ამდენი ხანი? დილით რომ მოვიდიო. მოიცადე რა, მოიცადე მეჩქარება, მერე მომიყევი. ნახეთ მახომ რა ვაჩქო? ლამაზია. ხელი გთხოვა? დაბადების დღე მომელოცა და თამბეჭედი მაჩქო. ანუ უყარ ხა? აუ, ძალამაზი. ოჩო თქვენ. ვაი რა ვქნა. როგორ ვეჩხუბებოდი ხოლმე. კუთხეში რო დაჯდებოდა და რო ვკითხავდი რა დააშავე მეთქი, როგორი თვალებით ამომხედავდა. კიდე გათიშული აქ გოგო. კი, აუ და ნეტა სად არის ახლა რა? სად არის და აღარ არის შენი ვერიონი? აიმე დედა რატო მიხეთქა გულს რა გინდა? გულს კი არ გიხეთქა. გაგუე ფანა. შეგუე. ნეტა მანქანა რომელ ხელოსანთან დატოვა.
იმის თქმა მაინც მოესწრო მაგსაცოდავს მაგას. აი ცოტა ხანი რომ გაჩუმდე არ შეგიძლია? ჩუმად. და რა მაინტერესებს ხალხო? გამოსასყიდზე არ დაურეკავთ? არა, ალბათ იფიქრეს, ამაში თანხას მინ გადაიხდისო, გამოსასყიდათაც რო არ ვარგოდი საცოდაოშე. დედა, სხვა გზა არ არის, დავრეკოთ პოლიციაში. ფაქტია დაიკარგა კაცი, ხომ? რომ იპოვონ დაგვცინებენ, ეს რა ის კაციაო. გამე დედა. ჩუმად ვარ. მე მაინც მგონია რომ აშინებენ და გამოჩდება, რა ვიცი. დაიკო, ამის მერე ვინ შეაშინებს მას? მოიხედე შენ აქეთ, რამდენს ლაპარაკობ. ანა, იცი რაზე ვნერვიულობ? მაგის სურათი როგორ გადიდება? ხარისხი არ დაეკარგება? მე დედა, აი ხა თუ არ გაჩუმდები, გავგიჟდები და გავიქცევი ამ სახლიდან და ნახავ რა ბოლო. დამშვიდდეთ. კიდევ ერთი წევრის მოკლება ჩვენს ოჯახს. მოუტანს ფატალურ შედეგს, ასე რომ შვიდად მოთმინება. წებ ბაისწებ. მერთო შემბაში. ვა, როგორ ახარ, ბიჭო, შენა, სიძე როგორ დაკარგე ლაპატნიკივით, გამარჯობა. როგორ ახარ, მელოდეიდა? რა შვებით, რა ხდება საერთოდ, რა მოხდა, მომიყევით, არ ვიცი, გაუჩინარ და გაქრა. კარგად დაძებნეთ სახში? ლოგინის ხე შეიხედე? იქნება შეგორდა. რა იყო, რატო ჩამოგტირით თავპირი, პანაშვიდია? გამარკვევ, სად არის, როგორ არის და დედას უტირენ. ხერხემალს გამოვაცლი და თავისივე ხერხემალს მოვარტყავ ტრაქზე. ხალხო, დავრეკოთ პოლიციაში, ისინი ჩვენზე კომპეტენტურები არიან. რები არიან? ანუ ჩვენზე მეტი იციან და უფრო ჩახედულებიან ამ საკითხში, რადგან როცა დამნაშავე ასეთ რაღაცას აკეთებს, ის თავდაცვით, თავდასხმაზე ფიქრობს. აქ კი ჩვენი პირდაპირი ჩართულობა საშიში იქნება. რემს ბოდიალო, ბიჭო შენა. დამნაშავე სად ფიქრობს მაგდენსა? იმას თუ გადაუტრიალდა, ჩაარტყავს თავში და გააფრთხობინებს სულსა. კაი, არი ნერვიულო, შენა, კაცო, მაგიტო კი არ მithქვამთ. მაგას კი არა, ფოცხვერით ამყავ გელი ნაცემი, იცი? დედას უტირებ, შენ არი ნერვიულო? ის მინდა ბიჭო, რა ქვია იმას ისა. გინდა აქედან რომ შეუყოფ და გინდა იქიდან აზრი რო არა აქვს. ბატონო? ტაიპსი უნდა. ის დამიჯდა ტელეფონი. მე მაქვს იქით ოთახში და მომიტან. რას მომიტან, კაცო, გააყოლე და ეს დატენე იქა. მომეცი. დაწყნარდი დედა. არი ნერვიულო, შენა, ძალო, არი ნერვიულო. აპლიკაცია ხო გააქვს მაქსიმისა? ხო და მიდი ეხა დარეკე და მინივენი გამოიძახე, დიდი. მე და თემურა წავალთ და რომ დაგვინახავენ რომ მინივენი თვათ, გაიგე, ბევრი ვეგონებით და შეეშინდება ეხლა. ისა, მამახო, ისა, აუცილებელია რომ მეც წამოვიდე. ხო, წამოდი, ბიჭო, გზაში დამელაპარაკები, გამართობ, რაღაცას იზავ. აბა ის ერაჯანდამათ მინდიხარ იქა. და ის მომეცით კიდე იმ ხალის ნომერი, ვინც დაგირეკათ ბოლოსა. მიდი ჩაიწერე, ბიჭო. ისა, ბოდიში კეთილო კაცო. უნდა მოკლათ? არ ვიცი. ისე ზოგადად თუ კლავთ ვინმეს ჯერ აწამებთ თუ პირდაპირ კლავთ. გაჩუმდი რა? და რო გავჩუმდე გამიშვებ? მე შვილი მყავს. ცოლიც სიდედრი. ერთადერთი სიდედრია, რომლის გამოც სიკვდილი ღირს. ნეტავ როგორ გიძლებენ სახლში? ვერ მიძლები.
ორჯერ გამაგდო სიდეძმა სახლიდან. ისე ჟოჟამი იყოს თქვენ არ გამაგდებთ? არა. მადლობა. მოდით ყვილად ვართავე ჯეირანი ვითამაშოთ 3-მდე. თუ მოგიგე, გამიშვი. ჰა? არა. აი. მაშინ მოდი რამე დომინო, ნარდი, სეკა, ბურა. გაჩუმდი თორე პირს აგიკრავ. ო პირი ამიკარი და ბარემ თოკი გამიკეთე და მიმაბიცადმე. თოკი რად გინდა? 1 მეტრა კაპრონის ძაფიც გეყოფა. ასე არ ჯობია მეხუმრეთ, დამამცირეთ, რაღაცა მიქენით და მე გამიშვით. სხვათა შორის 3 საათზე ბანკში უნდა ვიყო. ბარათი გამიკეთეს რა და უნდა გამოვიტანო. უხერხულია დამირეკეს. კარგი, 3 საათზე გაგიშვებ. უკან ხო დაბრუნდები? აბა რას ვისავ ბატონო, აბა კოკასთან არ შემარცხვი. აბა რას ვისავ, კარგ გაბძანდებოდეთ. ვაიჟეს პატრონს, შედი შიგნით დაჯექი. ბიჭო, მის ხშირად გოგოს უყურდი შენ რა გახსოვს? რა ერქვა? მაშავი რა რო მისერე აბა კიდე უყურხარ. ციცოს აღარა ჯობია. შენ ვერ აღარ ხუთი გარტი მოყავ. რაც სასაჯობია კაცო. ეხლა გულს გიკეთებ თორე მაინც არ გვირიგდებიან და აბა. ისე მაგმაშასა სამსახურიც კარგი ქონდა ხო? დუდუ ნუმიტრებ გეუბნები რა. შენ ეთყობა არ განიცდი ძალიან არა. როგორ არ განვიცდი ბიჭო, განვიცდი, მაგრამ აი როგორ რაღაცა იცი, რანაირად გითხრა ეხლა. წარმოიდგინე, ინტერნეტი გაქვს და მარტო ერთ საიტზე შედიხარ ხოლმე რა. მაგას არაჯობია რომ სხვაგანაც შეხვიდე და თვალიერო. დუდუ, მაშინებს შენ თავს გეფიცები რა. რას გაშინე ბიჭო? მოწამო მონაკა დავათვალიეროთ. მონაკაში რა გამიდა ბიჭო? თვალს წყალი დავალევინოთ, 1-20 წელი გავიგულავოთ, გამოვიგულავოთ და მერე შეურიგდეთ ცოლებსა. 20 წელი ვიცოცხლე. არის ცოცხლებ და 10 წელიწადში შეურიგდეთ. დუდუ, შენ ამისმინე? შენ სხვარამე მოიფიქრე, შენ ეთყობა სახში დაბრუნება არ გინდა რა. შენ გამაგიჟებ მე? მარტო შენ გინდა დაბრუნება ის სახში. ფარშევანგისთვინა საჭმელი მაქვს დასახრელი და 1000 საქმე მაქვს კიდე კაცო. მე რებზე ველაპარაკები და ფარშევანგიო. ფარშევანგს არ გავარტყია. როცა გული მჩატდება, ტემპი ჩქარდება, მუცელში სიყვარულის პეპლებს გძნობ, შიშია. რებს ბჟუტურე, ბიჭო. რებს ბჟუტურე. ეხა კარგად მომისმინე შენა. კაცრის სახე მიიღე, გაიგე? და დააპირე ხელის წაღება იარაღისკენ. ხო. ვითომ იარაღს იღებ, გაიგე? ხო. კინოში მაქვს რანახი, მაგრამ თაჭრის. მიდი აბა. კაცის სახე და იარაღის ამოღები. მიდი კაცრის სახე ჯერა. ო, აი ესე მიდი. სად მიგაქ ხელი, ბიჭო? პინადომას კი არ აქვთ ხო? აბა რა. აქედან ესე წაიღე. ო, აი ეგრე. ო, ეხა ნახი ამათ რა უყო, ბიჭო. შიშისგან უნდა ჩავაფსმეინო ამათა. ჩემ ვერიონსა ვერავინ ვერაფერს ვერ უზავს. და კანონის მიხედვით რომ მივაქმედოთ მაინც. მოიცა, ბიჭო, მოიცა რა კანონი. იმასა ხედა? ხო. ამოვიდა. ეხლა უყურე. ბიჭო! მოდი ამაკა. ხო, შენა, მოდი.
ბოსისკენ ხელი წაღება არ დაგავიწყდეს. თქვენი ბოსი ვინ არის, ბიჭო? მიდი დაუძახე. ოღონდ დროზე დაუძახე, იმიტომ რომ ბევრი დრო არ მაქვს, გაიგე? რა გნებავთ? რამნებავ და თქვენი კარგად ყოფნა მინდა. და სანამ ლამაზები და ჯანსაღად ხართ, ჭკვიანად მოიქეცით, თორე დაგიხვრიტავთ კოჭებსა. არავისი არ შეგეშალოთ, ბიჭო, ტახი მახო არ მე. ობრძანდით. ამოაბა. ოდიში ძია, უნდა დაგხოცოთ. არ ვიცი. ბოდიშის მოხდით მე კლაუსტროფობია მაქვს და დიდი ხანი არ არის რეკომენდირებული ჩემი გაჩერება დახურულ სივრცეში და მე რომ დაქტოვოთ ხომ არ გეწყინებათ დაჯე ბიჭო, დაჯე არ გაანაწყენო ეს კეთილშობილი კაცი. შენი ბრალია, რეალურად შენი ბრალია ეს ყოველი? რა არის ჩემი ბრალი, ბიჭო, ამის ბრალია, აი ამისი. ჩემი ბრალია, ბიჭო, ჩემთვის ვიყავი, რას მოდიოდი, საერთოდ. რეალურად შენი ბრალია ეს ყოველია, შენ ხარ ამის თავი და თავი. რა უმადურია ამას უყურე. გაჩვენდით, რომ წაიღეთ ტვინი. რომ მოვკეტოთ არ დავხოცა? აუ ბიჭო, ესენი ვინ ყოფილადო? მე ისა ტახი ვარ მე. ეს ვერიონია. ეს კიდე პროფესორია. ვიცი, მეხუთედ მეუბნები მაგას. ო, დიდ პროდიუსერს ვახლავარ. როგორ ახლა? იჯიგით. მეგობრებს მოგიყვანია, ხო იცი? მე არ მომიყვანია, თვითონ მოვიძნე. აი, მოკლედ, მანამდე ვერ დაგიჭირეთ, სანამ უკიდურეს ზომამდე არ მიგიყვანე რა. კაცრავად ის უკიდურესი რა არის? უნდა დავხოცოთ? თქვენ კი? ვერიონი არა. გაი, გეხუმრეთ, გაი. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ რა. ესე იგი, ზეგ ჩემს მეგობარს აქ იუბილე. და ის შენ ჩამოყვანილი ბენდი ძალიან მოეწონა. მე არ ვიცი ხო შენ იმ დღეს რა გააკეთე ძმაო რა, ხალხი აქტოვანებული წავიდა სახლში. უსიკუდილოდ მინდა ის ხალხი იქ. გასაგებია? წინა ივენთის ფულსაც ჩაგირიცხავ და ამ ივენთისასაც წინასწარ დაგისვამ. აბა? უბრალოდ ცოტა ძვირი დაგიჯდებათ ეგ. არ დამიჯდება ძვირი. იგივე ფაში გამოვა. კი ბატონო. მე მოგითხარი. ესე იგი შევთანხმდი. ძალიან კარგი. იცით რა მაინტერესებს? ამის გამო მიტაცებდით? თუ ტელეფონს შენ არ იღებდი. ასე მითხრეს ქვეყნის დატოვებას აპირებსო და დაგვიტოვე სხვა გზა? ჰა? მაგიტომ მოგიტაცეთ. ბოდიში რა. ჰა. კიდე ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში. ისა არ უნდა დავხოცოთ? არა, კაცო, არა, შენ რა შევჭამე. ჰე. აი, საბა რა გამოდისო, ტყილა წამომიყვანეთ სამსახურიდან რა. თუ თქვენ შეგეცით. ჟანო. ეხლა ამან ჩვენ შეგვცა? არა, მე მაპატიეთ და მომიტევეთ აქვე მე. აი, რა, თქვენ თვითონ მორიგდით. გაიყვანა ესენი და მე ჩემთან მოდი რა. მოხვედი ბებო. ევა, რა ხდება? ტირი ბებო. არა. გაჩერდი? რა მოხდა? არაფერი.
რა მოხდა? არ მეუბნება. ტიროდა. დაწყნარდი ბებო. ბებო, ნოკრი, ბებო. დაწყნარდი. ვაიმე. ევა, მიშველე. გააფიტბულა ისე. ხოდა ის დაცვის უფროსი ვინც იყო რა, ის დაცვის უფროსი ვინც მე ბაზრებოდა, ხო ხდები რა, იმას ვეუბნები, მე თქვი მშვიდობა მინდოდა, ძმაო და შენ უბი მეინდომე და ვიომოდ მაგის დედას ვატირეთქო რა და ჩემი დედა მეწა როგორც კი შებრუნდა ერთად, სხვა ეგრევე მივეპარე, აი რო ვიცი ხოლმე, ხო, ის მივეპარე და ბახ შენი დედა ვატირე, მეთქი იარაღი ამოუგდე და დავადე, ეგრევე და ვეუბნები, არ გეინძრა, შეახაბარო, თორე გაგიხრიტა ნეკნებს, ხო და რა ქნა ტიპმა იცი? დაწვას ხელები აწიეს და ტირილი და ეწყო და არ მესოლო ვენიონ მეთქი შეახბარო შენთან რამე და მიმიყვანე იმ შენ უფროსთან თქო ხო და უფროსთან რო ავედი ეგრევე ავაპადალეცე ბიჭო ხო მეთქი ვერიონი მაჩვენეთ მეთქი გაიგე ხო და თავიდან მაგარ ხოდზე იყო და მეთქი ბიჭო არაფერი არ შეგეშალო თქვენ მოგიტყნამთ კარგის ტრაკებს ამეთქი და ეგრევე დაზადნა გეფიცები ბიჭო ხო და წამიყვანეს და ვერო მაჩვენეს გაიგე მაგრამ ნეტა არ დამენახა ნეტა იცი რას გავდა აი ხო იცი რომ გაიჩხირება თხა ღობეში აი სუფთა ეგ იყო აგისახე მე მოიცა ერთი წუთი აიქ დადე მაგის სახე მე არ დამავიწყდება გეფიცები ისა ტყემალი მომიტანე რა მწვანე ანა შენ არ გეუბნები გასტროლომში ვარ და მიმტანს უთხრი გასტროლომში ხო და ბიჭო როდამდე ვეყო მოიცა ერთი წამი როგორ ახარ ბიჭო უნდა მეცეკო თუ რას აკეთებ კაროჩე რამე არის ფიქრობთ რა ხელი მაქვს ცივი მაგრამ სამაგიეროდ გული მაქვს თბილი თუ მოგეწონათ სერიალი გამოწერეთ და დაალაიქეთ და თუ არ მოგეწონათ მაინც გამოწერეთ და მაინც დაალაიქეთ